რა არის ტერორისტული აქტი? ეს არის ძალადობრივი ან სიცოცხლისთვის საშიში ქმედება, რომელიც ჩადენილია პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური ან სოციალური მიზნების მიღწევის მიზნით. იწვევს შიშს, პანიკას, ზეწოლას ახდენს სახელმწიფო სტრუქტურებზე, საზოგადოებაზე, არყევს საჯარო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ტერორისტული აქტი შესაძლოა მოიცავდეს აფეთქებას, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმას, საბოტაჟს და საფრთხის შექმნას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის. ტერორისტული აქტის მარტივ აღწერას სრულად შეესაბამება ორიოდე კვირის წინ მომხდარი ფაქტი. თბილისში 2025 წლის 29 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით. საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველებმა პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულმა ელისაშვილმა საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. დეტალები ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული ბრალის წარდგენის მოლოდინში მყოფი ელისაშვილის შესახებ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ არაადეკვატური განცხადებების გაკეთება და შეთქმულების თეორიების გამოგონება დაიწყო. ბრალად ძდებენ ალეკო ელისაშვილს, ეს არის ტერორიზმის მუხლი, წარმოუდგენელი რამ, რომელსაც ის რა თქმა უნდა არ აღიარებს ალეკო ელისაშვილი, მიუხედავად იმისა თუ რა ქმედება ჩაიდინა მან. არის პოლიტიკური პატიმარი. რა სამონტაჟებთ ასეც, რა პროგრამაში, რა კომპიუტერით, რა ვერ ჩაამატეთ ელისაშვილთან 2 დღეა დადეთ ვიდეო სახლიდან სასამართლომდე. დავუშვათ ელისაშვილმა მართლაც სცადა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვა, რომელიც სასამართლოს შენობისგან ცალკე დგას. რა მოტივი ჰქონდა, რას ანადგურებდა, ბოროტების ბუდეს. ცხადია, საინტერესოა კადრები, საინტერესოა мотивაციაც, საინტერესოა კითხვა, აშანტაჟებდნენ თუ არა, თუ აშანტაჟებდნენ რატომ, როგორ, საინტერესოა რატომ გადაწყვიტა იქნებ გადააწყვეტინეს, ვინ, რა საფუძველია. საინტერესოა რატომ სცემეს, ვინ და როდის, გამოვა, როცა იქნება და მოყვება, ან არ მოყვება, არ ვიცი. მოღალატე კრიმინალთა რუსული რეჟიმისგან ყოველგვარი ტყუილი, ინსინუაცია, სპექტაკლი და პროვოკაციაა მოსალოდნელი. რეჟიმს სჭირდება მთლიანად ოპოზიცია მოძალადეთ და ტერორისტებად წარმოაჩინოს და ამით რეპრესიები და დიქტატურა გაამართლოს. ამის საშუალება მათ არ უნდა მივცეთ. ამიტომ უნდა დაველოდოთ სარწმუნო ინფორმაციას და საფუძვლიანი დასკვნები და შეფასებების შემდეგ გავაკეთოთ. ქოცური, ბინძური, სახიფათო და ნაძირულური სპექტაკლი მგონია, რომელიც ალეკო ელისაშვილის ირგვლივ იდგმება. მიუხედავად ალეკოს აღიარებისა, ვფიქრობ, რომ ალეკო შანტაჟის, დაშინების და ქოცების ბინძური ქმედებების მსხვერპლია. იმდენად დაუჯერებელი ამბავია, ამას უფრო დავიჯერებ, რაღაცით აშანტაჟებდნენ? მათთა სამწუხაროდ დეტალები მალევე გაირკვა და დანაშაულის ამსახველი ვიდეო კადრები გასაჯაროვდა. გვიან ღამით შენიღბული ალეკო ელისაშვილი, შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით, ბენზინითა და ჩაქუჩით. საქალაქო სასამართლოსთან მიდის. ძვრება ღობეზე, ჩაქუჩით ამტვრევს შენობის შუშებს, იჭრება შიგნით, მთელს პერიმეტრზე ასხამს ბენზინს, ტექნიკაზე, დოკუმენტებსა და საკანცელარიო ნივთებზე. ამ პროცესში გართულს, სადაცაა ცეცხლიც რომ უნდა მოეკიდებინა, მანდატური სამსახურის თანამშრომლებმა ელისაშვილის განეიტრალება მოახერხეს. ელისაშვილი უიარაღო მანდატურებს, ცეცხლსასროლი იარაღით უწევდა წინააღმდეგობას. რა დროსაც მათ ელისაშვილმა ფიზიკური დაზიანებებიც მიაყენა. ამის მიუხედავად, მანდატურებმა შეძლეს ელისაშვილისთვის იარაღის წართმევა და მისი დაკავება. მალევე, დაკავებული ელისაშვილის ადვოკატისგან ვიგებთ, რომ ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მისივე თქმით, დაკავებული ერთადერთ რამეს ნანობდა, რომ მიზანს ვერ მიაღწია და სასამართლოს კანცელარიის შენობის გადაწვა ვერ შეძლო. ერთადერთ საკითხს იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა ბოლომდე საქმის მისაყვანად. ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება შეფასდა როგორც ვერ შემდგარი ტერორიზმის აქტი. თუმცა, ნაცრადიკალები მიუხედავად გამოქვეყნებული ვიდეო კადრებისა, დადასტურებული პოლიტიკური მოტივისა და უფრო მეტიც, დაკავებულის მიერ აღიარებული დანაშაულისა, რამდენადაც აბსურდულად არ უნდა ჟღერდეს, საქმეში კვლავ შეთქმულების თეორიების ჩართვას განაგრძობდნენ. ნაცეთერებიდან გვესმოდა, რომ ელისაშვილს ეს ყველაფერი მოუწყვეს, ან აიძულეს, ან სულაც ვიდეოში მონაწილე პირი ის არ ყოფილა და სხვა მრავალი. როგორ აღმოჩნდა სასამართლოში? კაცი, რომელიც ცხოვრობს მგონი თაწმინდაზე, როგორ მივიდა სასამართლომდე? ჭირდება აუცილებლად პასუხი ძალიან მარტივ კითხვაზე, რატომ მქონდა ნიღაბი? ის პოლიტპატიმარია, ტერორისტი კი არ არის, პოლიტპატიმარია. რა თქმა უნდა, მე ამის არ მჯერა და იმედი მაქვს, რომ არც თქვენ დაიჯერებთ ამას. შეიძლება ეს იყოს მკვდარი რიცხვა, რომელსაც დგავს კგბ-ს სახელმძღვანელოს მიხედვით ქართული ოცნება. შენობაში შესულ და იქიდან გამომავალ ალეკო ელისაშვილს სხვადასხვა ფეხსაცმელები ასვია.
პირველ რიგში, თუ მსგავსი ქმედება რაიმე ტიპის კავშირში ალეკო ელისაშვილთან, ჩვენ ამაზე არა თქვენ ეჭქვეშ აყენებთ რომ ელისაშვილი არის თუ არა კადრებში, თუ ვერ მივხვდი ეს არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე მჭირდება მარტივი კადრი, სადაც აი ნიღბიან ადამიანს, რომელიც დადის აი ამ კანცელარიის ფოიეში, სადღაც ნიღაბს ხსნიან. ხომ არ დაიჭირა ვინმე ფიზიკური ანგარიშწორება ხომ არ მოხდა და ხომ არ აიძულეს ის რომ შემდეგ აიღოს და გააკეთოს ასეთი განცხადება, რომ კი ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. შეუძლებელი არის მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანი დილის 5 საათზე დიღომში თბილისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის შენობის დაწვას ცდილობდეს. მისიეს გამბედაობა, მისიეს ვაჟკაცობა არის დასაფასებელი და მან აირჩია ესეთი ფორმა. რადიკალ ექსტრემისტი პოლიტიკოსი. კოალიცია ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერია. ამ კოალიციაში შედის თავად ელისაშვილის პარტია მოქალაქეებიც. ორივე ერთად კი ევროპული პარტია ალდეს წევრებად ითვლებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი დანაშაული ტერორისტული აქტის მცდელობის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, არც ლელოს და არც მოქალაქეებს ალეკო ელისაშვილი არც პარტიიდან და არც კოალიციიდან არ გაურიცხავთ. თითქმის 10 დღის განმავლობაში ვცდილობდით მათგან პასუხის მიღებას. აპირებდნენ თუ არა გაერიცხათ საკუთარი რიგებიდან უმძიმეს დანაშაულში მხილებული პოლიტიკოსი. თუმცა ტერორისტული აქტის მცდელობა ოპოზიციისთვის საკმარისი საფუძველი არ აღმოჩნდა მის ჩამდენთან თანამშრომლობის გაწყვეტისთვის. ხაზარაძის პარტიამ თანაგუნდელის ქმედებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა, თუმცა უარს არ ამბობს ელისაშვილთან და მის პარტიასთან თანამშრომლობაზე. ამასთან, სასამართლოს დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ისევ მოქალაქეების თავმჯდომარედ რჩება. ლელოში ელისაშვილის ქმედებას არა ტერორისტული აქტის მცდელობად, არამედ ინდივიდუალური თავგანწირვის აქტად აფასებენ. ამიტომაც არ წყვეტენ მასთან თანამშრომლობას. ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია. ალეკო ელისაშვილი არაერთხელ გამხდარა რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი და მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება. საინტერესოა ევროპული პარტია ალდეს პოზიციაც, რომლის წევრიც ლელოა. ისინი 2 კვირის მანძილზე დუმდნენ და მათი წევრის უკანონო ქმედების შესახებ პოზიციას არ აფიქსირებდნენ. რამდენიმე დღის წინ დუმილი კი დაარღვიეს, მაგრამ ტერორისტული აქტი არ დაგმეს. რა თქმა უნდა, ალდე ამ ქმედებებს არ ამართლებს. არათუ დაგმეს, სიტყვა ტერორიზმიც კი არ უხსენებიათ. სასამართლოს დაწვის მცდელობა მხოლოდ ქმედებად შეაფასეს. და კიდევ უფრო მეტიც, ევროპულმა ლიბერალურმა პარტიამ ერთმანეთს შეადარა და ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი დასვა ტერორიზმსა და გასულ კვირას BBC-ს მიერ გამოგონილ ბრალდებას შორის, რომელიც მომწამლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენებას ეხებოდა, რაც არც ერთი მყარი არგუმენტით, კვლევით, რეალური მტკიცებულებით ან რაიმე სანდო ფაქტით არ დასტურდება. ალდეს მიერ მოტანილი ეს შედარება კი ერთადერთზე მიუთითებს, რომ ევროპული პარტია დეზინფორმაციულ კამპანიაში ერთვება. ეს თავისთავად ნათელია, ისევე როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას. ტერორიზმი არ ექვემდებარება არც პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს, პარტიულ სოლიდარობასა და იდეოლოგიურ გამართლებას. ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ალეკო ელისაშვილი, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული. ამის ვიდეო მტკიცებულებებიც და დამნაშავის აღიარებაც არსებობს. დადასტურებულია პოლიტიკური მოტივიც. პარლამენტის თავმჯდომარისთვის ალეკო ელისაშვილის ეს აღიარება ავტომატურად უნდა გამხდარიყო მიზეზი ყოველგვარი თანამშრომლობის გაწყვეტისა. ამ ფონზე პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის თანამებრძოლად გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულში ამხილებული ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი. ეს წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ლელო არის ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის წევრი. ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში კი ტერორიზმის გამართლება ირიბი მხარდაჭერა ან მისგან არასაკმარისი დისტანცირება შეუთავსებელია დემოკრატიული პარტიის სტატუსთან. ამ კონტექსტში პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას. პასუხისმგებლობა ავტომატურად ვრცელდება იმ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებაზეც,
რომლის წევრიც ეს პარტიაა. შესაბამისად, ALDE-ს პოზიცია ამ საკითხზე არა პარტიული სიმპათიის, არამედ ევროპული სამართლებრივი და პოლიტიკური სტანდარტების ტესტია. საზოგადოება უკვე წლებია უყურებს ოპოზიციის მხრიდან ძალადობრივი მეთოდებით ბრძოლას, ძალადობას, რომელსაც ევროპული ბიუროკრატები არასდროს ემიჯნებიან და საკუთარი დუმილითა თუ მხარდამჭერი გზავნილებით ახალისებენ კიდეც. თუმცა, ევრობიუროკრატების ეს დამოკიდებულება გასაკვირი არაა. მაშინ, როდესაც საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს უსამართლო დამოკიდებულებებს მათი მხრიდან, როდესაც მათ არ დაგმეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი აქციები, რადიკალი აქტივისტების მხრიდან პოლიციელებზე ცეცხლის წაკიდება, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, 2025 წლის 4 ოქტომბრის საჯაროდ აღიარებული სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა, შტურმი პარლამენტის შენობასა და პრეზიდენტის სასახლეზე. უფრო მეტიც, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ჩავარდნილი მცდელობის შემდეგ რუსთაველის გამზირზე მივიდა და ძალადობრივ პროცესებში მონაწილეებს მხარდაჭერა პირადად გამოუცხადა. ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები მზია ამაღლობელისა და სხვა კანონდამრღვევების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა დღემდე არ დაუგმიათ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობა. მან არასდროს გაგიგეთებიათ პირდაპირ განცხადება ამასთან დაკავშირებით და არასდროს არ დაგიგმიათ 4 ოქტომბრის მოვლენები, არც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და არც ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ანუ რა არის ის ფაქტორი, რის გამოც ამას პირდაპირ ორაზონების გარეშე არ საუბრობთ ამაზე და არ გმობთ. 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და ევროკომისარმა კოსმა მოუწოდა ყველა მხარეს თავი შეეკავებინათ ძალადობისგან. მათ მოუწოდეს ყველას დაეცვათ სიმშვიდე და თავშეკავებული პოზიცია გამოევლინათ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას დაეცვათ ადამიანის უფლებები. ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი, რომელიც იყო დაკავშირებული იმ მოვლენებთან, რომელიც მოხდა 4 ოქტომბერს. ძალადობის არდაგმობა, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წახალისებაა, რომლის შედეგიც უკვე სახეზეა. ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია საუბრობს ამაზე და ელისაშვილი არის იმ რადიკალიზმის გამოვლინება, რომელსაც მუდმივად ვხედავთ.